მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ დღეს რომ თქვენ აქ მოგზავნით, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ თქვენ იცავთ არა მარტო თქვენი ოჯახის წევრებს, არამედ თქვენი შვილებს, არამედ სხვათა შვილებს. აგერ გარედან ჩამოვიდნენ არქანიას ოჯახის წევრები, მადლობას მოგახსენებ იმისათვის, რომ ასეთ პროტესტი არ ეკნება საზოგადოებას, შედეგი არ დადგება. გუშინ საპარლამენტო სესია, მეორე სამეურვეო საპარლამენტო სესია მიიღო რეზოლუცია, სადაც აისახა ის, რომ ქართულ ციხეებში არის გაუსაძლისი არაადამიანური და ღირსების შემლახველი მდგომარეობა. ევროსაბჭოს რეზოლუციით ევალება საქართველოს მთავრობას, რომ ჩაატარდეს გამოძიება ყველა იმ წამებებზე და არაადამიანურ მომხრობაზე, რაც ქართულ ციხეებში ხდებოდა. და ხდება. ეს თითოეული თქვენთაგანის ბრძოლის შედეგი არის. აი ეს გაზაფხულზე რომ იყო ეს აქციები, შეიძლება ზოგს ნიჰილისტური დამოკიდებულება ჰქონდა ამის მიმართ, რომ ცოტანი ვარ, 10 კაცი ვარ, 20 კაცი ვარ, 100 კაცი ვარ, ამან გამოიღო შედეგი. აი დღეს აქ რომ ხარ თქვენ ქართულ საზოგადოება, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ესეც გამოიღებს შედეგს. ირინა ენუქიძემაც ერთმა დაიწყო ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ შედეგი დადგა. სხვადასხვა გუშინ მიღებულ საპარლამენტო რეზოლუციაში ევროსაბჭოში გვირგვიანის მკვლელობაზე კიდევ ერთხელ იყო ყურადღება გამახვილებული და კიდევ ერთხელ იქნა გადანაშაულებული სახელმწიფო იმის დღეში, რომ სახელმწიფომ ძალადობრივი მეთოდები განახორციელა ამ საქმეში. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ეს აქცია, ეს პროტესტი ქართულმა საზოგადოებამ ყოველთვის უნდა დააფიქსიროს ამ პატიმრების წამების თაობაზე. დღეს 40,000-მდე პატიმარი არის ციხეში, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოთქვა ამ პროტესტს ოჯახის წევრები და შემდგომ დგება სავალალო შედეგი და ლეტალურად მთავრდება მათი სიცოცხლე. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ დღეს თქვენ აქ მოგზავნით, ამით თქვენ აკეთებთ უდიდეს საქმეს, არა მარტო თქვენი ოჯახის წევრებისთვის, თქვენი შვილებისთვის, არამედ მთლიანად ყველა იმ პატიმარის გადარჩენას ემსახურება თქვენი მოსვლა და არ გქონდეთ გული გადახილი, შედეგი დადგება აუცილებლად გუშინდელი საპარლამენტო